მოგესალმებით, მე ვარ მარიამ ფერაძე და წარმოგიდგენთ პირდაპირ ჩართვას კავკასიის უნივერსიტეტიდან. ჩვენი დღევანდელი თემა არის სტარტაპ გუნდის შერჩევა და ეფექტური მართვა და ამ თემაზე ისაუბრებს კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მენეჯმენტის კონსულტანტი და კოუჩი გიორგი ბურდული. შეგახსენებთ, რომ ლაივის მსვლელობისას შეგიძლიათ კომენტარების ველში მოგწეროთ ამ თემასთან დაკავშირებული კითხვები და მე მას აუცილებლად დავუსვამ მოწვეულ სტუმარს. გიორგი, მგონი შეგვიძლია დავიწყოთ. უპირველესად, თქვენგან გვაინტერესებს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სტარტაპ გუნდის შერჩევისას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როგორ უნდა შევარჩიოთ სტარტაპ გუნდი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის პირველ რიგში. დავიწყოთ ამ თემით, ძალიან საინტერესო თემაა პირველ რიგში და ძალიან გამიხარდა ამ თემაზე სასაუბროთ რომ მომიწვიეთ. მაქვს რაღაც გამოცდილება ამ კუთხით პირადადაც და როგორც კონსულტანტსაც. პირველ რიგში ჩემი აზრით და ჩემი პირადი გამოცდილებით უნდა გავაკეთოთ აქცენტი მოლოდინების მართვაზე. დავიწყოთ იდეის დონიდან. როდესაც ჩდება სტარტაპის იდეა, რატომღაც არა მარტო საქართველოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით, რატომღაც ამ იდეას აქვს ხოლმე, ესე ხშირად ვიძახი ხოლმე, რომ სადღეგრძელოს ფორმა, იმიტომ რომ ადამიანები იძახიან, რა უნდა იყოს. ერთმანეთს უსურვებენ, რა უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს, რა ფორმით უნდა იყოს და ასე შემდეგ და რამდენი ფული უნდა იშოვონ და ასე შემდეგ. სინამდვილეში აი ამ მოლოდინების სწორი მართვა და სწორად დალაგება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სტარტაპის თავიდან ორგანიზებაში, ესე ვთქვათ, სანამ იდეის დონეზე არის, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ისეთი იდეა გვაქვს სტარტაპის შესახებ, რომელიც საერთოდ არ იმუშავებს. არც მომგებიანი იქნება, არც დიდად რამე გავლენას მოახდენს გარემოზე ან გარშემომყოფებზე, ზოგადად საზოგადოებაზე, ბაზარზე და ასე შემდეგ, თავისი პროდუქტების და სერვისების მხრივ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს მოლოდინები მართოთ. ეხლა რა მოლოდინები არსებობს რეალურად? პირველი მოლოდინი არის ის, რომ სტარტაპი აუცილებლად იქნება წარმატებული. რაც, რო გადავხედოთ სტატისტიკას მსოფლიოში, აი მაგალითად ბოლოს გადავხედე ამერიკულ სტატისტიკას და დაახლოებით 90% სტარტაპების არ არის წარმატებული. ანუ ასრულებს წარუმატებლად და ცუდად. რაც შეიძლება იყოს გამოწვეული მრავალი მიზეზის გამო. თუმცა ამის გარდა ასევე ადამიანები ვერ იაზრებენ მოლოდინების სწორ მართვას მეორე კუთხითაც, როდესაც ისინი ფიქრობენ, როდესაც ისინი არასოდეს ფიქრობენ იმაზე, თუ რამდენად წარუმატებელი შეიძლება გახდეს სტარტაპი. იმიტომ რომ წარმატების შემთხვევაშიც და წარუმატებლობის შემთხვევაშიც, ანუ ექსტრემისკენ, ბოლოსკენ არ მიდიან, იმიტომ რომ ყოველთვის წარმოიდგენენ საკუთარ თავში ესე გონებაში საუკეთესო სცენარს, რომ მაგალითად მე მილიონს კი არ ვიშოვი 2 მილიონს, ამდენ პროდუქტს კი არ შევქმნი, არამედ 10-ჯერ ამდენს შევქმნი და ასე შემდეგ. ასევე ძალიან ხშირად ხდება ის, რომ რეალურად ადამიანებს არ წარმოუდგენიათ ცუდი სცენარი კი არა, ყველაზე უარესი სცენარი, რომელიც შეიძლება გამოიხატებოდეს ძალიან ბევრ რაღაცაში. მაგალითად იმაში, რომ ფიქრობენ, რომ თქვა ჩავდებ რაღაც ინვესტიციას, მოვიზიდავ კაპიტალს, ვიპოვე ინვესტორს და ასე შემდეგ და შემდეგ ეს ფული რაღაცა კარგს მოხმარდება მოგებას და ასე შემდეგ. სინამდვილეში იმაზე არ ფიქრობენ, რომ შეიძლება ეს ფული საერთოდ დაიკარგოს. ეს კი არა, ამაზე მეტი ფულის მიტანა შეიძლება დაჭირდეთ უკან თვითონ ინვესტორებს, იდეის ავტორებს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი მიმართულება მოლოდინების მართვაში არის შემდეგი. ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის შემდეგი, რომ რეალურად ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რას აკეთებენ. განსაკუთრებით ახალგაზრდებს, როდესაც სტარტაპებს იწყებენ, ვერ წარმოუდგენიათ, რომ ეს არის ბიზნესი, ეს არის სერიოზული საქმე რეალურად და ამ საქმის დაწყება ნიშნავს იმას, რომ შენ როგორც ადამიანმა, თანადამფუძნებელმა, იდეის ავტორმა, პარტნიორმა და ასე შემდეგ, უნდა აიღო საკუთარ თავზე უზარმაზარი პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება ფინანსურ ნაწილშიც, გამოიხატება რეპუტაციულ ნაწილშიც, გამოიხატება პროდუქტების და სერვისების ნაწილშიც და ასევე მომხმარებლის კმაყოფილებაზეც აისახება, ხო? ამას ვერ ხვდებიან. ბევრ ადამიანს გონია, რომ მიდის სამსახურში უბრალოდ და საღამოს დაასრულებს მუშაობას, ქუდს დაიხურავს და წამოვა. რაც სინამდვილეში არ არის სწორი, იმიტომ რომ როდესაც ამ სტარტაპის მუშაობა არ არის დამოკიდებული ანუ კონკრეტულად ერთი დღის მუშაობაზე. ეს არის დამოკიდებული მერე რა მოხდება, ანუ პასუხისმგებლობა არ მთავრდება საღამოს 6 საათზე. მოდი ესე ვთქვათ. პასუხისმგებლობა გრძელდება და თუ სტარტაპი არ იქნება წარმატებული საბოლოო ჯამში, შეიძლება ვერც ხელფასი აიღო რეალურად, ვერც მოგება ნახო და ვერაფერი.
ასევე ერთი პრობლემა კიდევ არის ხოლმე შემდეგი, რომ ადამიანები ფიქრობენ, რომ ფულს სწრაფად იშოვიან. და არა ვთქვათ 1 წლის მერე, 2 წლის მერე, 3 წლის მერე და ეს არის ძალიან ხშირად იმის შედეგი, რომ ადამიანები სწორად პარტნიორები, ასე ვთქვათ, სწორად არალაგებენ იურიდიულად ყველაფერს, ასე ვთქვათ. ეს იქნება ხელშეკრულებები, ეს იქნება არ ვიცი, შეიძლება ამონაწერი, შეიძლება მფლობელობა, წილების გადანაწილება და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მათ ერევათ ხოლმე ძალიან ხშირად ეს მომენტი გონიათ, რომ თქვათ მოგებაზე გავასა წარმო რაღაც 3 თვეში და მე-4 თვიდან უკვე ექნებათ შემოსავალი. ან ხვალვე ექნებათ შემოსავალი და შეიძლება იფიქრონ, რომ მოდი მე წამოვალ ხა სამსახურიდან და ხვალ ამაზე ამ შემოსავალს დავერდნობი, რაც არასწორია. ეს რაც შეეხება იდეის დონეზე ძირითად რაღაცებს, რაც ადამიანებს ეშლებათ ხოლმე. მეორე, რო განვიხილოთ უშუალოდ კომპანიის დაფუძნების ეტაპი, როდესაც იდეას გავცდებით, უკვე გვაქვს ბიზნეს გეგმა, უკვე გვაქვს, ესე ვთქვათ, რეალურად ჩამოყალიბებული იდეა, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ და გვინდა რომ ქაღალდზე გადავიტანოთ. აი მან უკვე შეიძლება დავეჯახოთ უამრავ პრობლემას გუნდის შეკვრის მხრივ. იმიტომ რომ უკვე გადავდივართ ოფიციალურ ნაწილზე და აქ არის ბევრ რაღაცაზე დამოკიდებული, იქნება თუ არა სტარტაპი წარმატებული. პირველი, რაზეც ვართ დამოკიდებული, არის სტარტაპერები ვინ არიან რეალურად. თავიდან დავიწყოთ, იდეის ავტორი ვინ არის და რამდენად მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში. ანუ გუნდში საწყის ეტაპზე ამ წამს მე გულისხმობ თვითონ იმ ადამიანებს, რომლებიც იდეის ავტორები არიან და რომლებიც პარტნიორებად მოიაზრებიან მომავალში. დაუშვათ 4 ადამიანია. და როგორც წესი არის ხოლმე ესეთი მიდგომა, რომ 4-ვეს ექნება 100%-დან 25%. და რეალურად ვერ იაზრებენ იმას, რომ ეს 25% შეიძლება არ აღმოჩნდეს მათთვის საკმარისი. ანუ ვერ იაზრებენ სიტყვაზე რაღაც შემოსავალი რო ავიღოთ, თქვათ ელოდებიან 100,000-ის მოგებას. 100,000 ლარის მოგებას და იმას ვერ იაზრებენ, რომ ეს მოგება უნდა გაყონ 4 ნაწილად და ნუ რაღაც ნაწილი შეიძლება უკან ჩააბრუნონ სტარტაპში და ასე შემდეგ და იმას ვერ იაზრებენ, რომ სტარტაპის დაწყება შეიძლება მათთვის არ აღმოჩნდეს ფინანსურად მომგებიანი და ხელსაყრელი, იმიტომ რომ შეიძლება 25,000 ლარი წელიწადში უბრალოდ სადმე იმუშაო რომელიმე უკვე არსებულ კომპანიაში და იქიდან მიიღო ეს 25,000 ლარი და აღარ მოგიწიოს ინვესტორთან ესე ვთქვათ შენი იდეის გაყიდვა, აღარ მოგიწიოს ამდენი წვალება და უბრალოდ დაჯდა და კომფორტის ზონაში იყო. აი ამას ვერ ფიქრობენ ხოლმე ხშირად. კიდევ ერთი თემა არის აი ეს 4-ჯერ 25 რო ავიღოთ, ძალიან რთულია იმ ხრივ, რომ გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს ამ სქემას და როგორც წესი, თავიდან გონიათ, რომ თქვათ, მეგობრები არიან, არაფორმალური ურთიერთობები აქვს და აუცილებლად შეთანხმდებიან რაღაცაზე, მაგრამ როდესაც მიდის საქმე პრინციპულ სერიოზულ საკითხებამდე, ასე არ ხდება. არანაირად არ ხდება და ამიტომ ხდება ხოლმე სერიოზული კონფლიქტები ხშირად. და აი ამ გადანაწილებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა პროცენტულად, ვის რამდენი პროცენტი ექნება და ვინ და მეორე ნაწილი ქაღალდზე რამდენი პროცენტი ეწერება კი არა, მეორე ნაწილი არის ფინანსური ვალდებულებები, ვის რამდენი ექნება. იმიტომ რომ ხშირად ხდება ორი სახით ინვესტირება სტარტაპში. ერთი არის რომ ერთ-ერთი პარტნიორი, ანუ ყველა პარტნიორი რაღაც თანხას აიღებს და საკუთარი ჯიბიდან დადებს, თქვათ, რომ იდეა განახორციელოს და მეორე გზა არის რომ საკუთარი know-how როგორც ეძახიან შენი გამოცდილება და განათლება მოახმარო ამ ყველაფერს და შენი დრო ჩადო. და აი ამას დებენ ხოლმე როგორც ინვესტიციას და მე როდესაც სტარტაპი გაიჭედება ბჭყალებში, მე უკვე დგება ხოლმე პასუხისმგებლობის საკითხი, რომ ვიღაცას ვთქვათ ჩადებული აქვს თანხა, ვიღაცას თავისი დრო და ის ადამიანი, ვისაც დრო აქვს ჩადებული უბრალოდ და არა თავისი ქეში, ესე ვთქვათ, ის ადამიანი ნაკლებად ზარალდება და მე მიდის ხოლმე რაღაცა კონფლიქტები აი ამასთან დაკავშირებით. ესეც რა თქმა უნდა გასათვალისწინებელია. შემდეგი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის პირველ რიგში რო იღებენ ხოლმე და ამ პროცენტებს წერენ ფურცელზე, მე გონიათ რომ ეს პროცენტები ყოველთვის ასე დარჩება და ერთ დიდ შეცდომას სად უშვებენ, ეხლა გეტყვით. უშვებენ იქ რომ ანუ უნდა ვიცოდეთ ყოველ გუნდის თითოეულ წევრს როგორ წარმოუდგენია სტარტაპის განვითარება და როგორ წარმოუდგენია მისი დაფინანსება. პირველ რიგში პროექტის დაფინანსება, ფულის გარეშე ძალიან რთულია რომ დღეს სტარტაპი დაიწყო. როგორც კი დაფინანსებამდე მივდივართ, მე ჩდება რამდენიმე რისკი და პრობლემა, ესე ვთქვათ. პირველი არის ინვესტორის შემოყვანა. ნუ იმაზე აღარ ვსაუბრობ, რომ ინვესტორს უნდა მიყიდო შენი იდეა და უნდა გააჟღერო, უნდა აჩვენო
შენი პრეზენტაცია და უნდა მოეწონოს და ასე შემდეგ. დაუშვათ, უკვე ყავს ინვესტორი, ვიპოვეთ, შემოყავს კომპანიაში. აი აქ უკვე მოლოდინების მართვისას ძალიან ბევრს ეშლება სტარტაპერს, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ პირველადი პროცენტული მაჩვენებლები ყველასთვის დარჩება იგივე. არადა სინამდვილეს შეიძლება ინვესტორს საერთოდ სხვა მოთხოვნა ჰქონდეს. და ამ შემთხვევაში უნდა გადაწყვიტონ მათ საკონტროლო პაკეტს აძლევენ ინვესტორს თუ არ აძლევენ. თუ არ აძლევენ, მაშინ დანარჩენ ნაწილს იმ 51%-ს თუ უფრო მეც თვითონ როგორ დააფინანსებენ. იქნება ეს საკუთარი ჯიბიდან, იქნება ეს ბანკიდან თუ რომელიმე ფინანსური ორგანიზაციიდან თუ როგორ იქნება რეალურად, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე რაც ეშლებათ არის ის, რომ ინვესტორს ხშირად არ მოიაზრებენ როგორც ახალ გუნდის წევრს და ახალ პარტნიორს, იმიტომ რომ ინვესტორიც ხშირად გუნდის წევრი. არსებობს ინვესტორი, რომელიც საერთოდ არ ერევა შენს საქმიანობაში და საერთოდ არც მოდის თათბირებზე და არაფერზე, უბრალოდ ფულს ჩადებს და მისი მოლოდინი არის, რომ ფულს ამოიღებს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ხდება ისე, რომ ვინც უკვე გამოცდილი ინვესტორია, ის ხდება გუნდის წევრი და სტარტაპერები ვერ იაზრებენ, რამდენად ძლიერი და ძალაუფლებიანი გუნდის წევრი ხდება ეს ინვესტორი. და ვერ იაზრებენ, რომ ინვესტორი ძალიან ხშირად ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის წევრი. ასევე ძალიან ხშირად ეძლევა ინვესტორს იმის საშუალება და წონა, რომ მან შეცვალოს დირექტორი სიტყვაზე, მან შეცვალოს კომპანიის სტრატეგია, იგი ჩაერიოს ყოველდღიურ საქმიანობაში, პროექტებში, ოპერაციებში და ასე შემდეგ და ეს არის გასათვლელი ნაწილი გარდა პარტნიორობისა, ესე ვთქვათ. და შეიძლება 25% რო აქვს თითოს რაღაც პერიოდის შემდეგ უკვე თითოს კონდეს 10% ან 15% ან 5% საერთოდ და აი ამაზე უნდა იფიქრონ უღირთ თუ არ უღირთ, თუმცა ასევე შეიძლება რომ კომპანიის კაპიტალი და ზომა გაიზარდოს და შეიძლება შენი 25,000 ლარი გახდეს 300,000 ლარი. ეს არავინ არ იცის, თუმცა უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ მოლოდინები სწორად მართოთ. ასევე კიდევ ერთი მომენტი გუნდის შერჩევისას არის მენტორები. აუცილებლად, იმიტომ რომ სტარტაპერებს ძალიან რაღაც ნათელ ფერებში და ფერადად წარმოუდგენიათ ხოლმე სამყარო და ფიქრობენ, წეღა როგორც ვახსენე, სადღეგრძელოსავით იძახიან, რომ აი ამას ვიზამ, იმას ვიზამ სიტყვაზე, მაგრამ ბოლოს უკვე აღმოაჩენენ, რომ წარუმატებლობის პირას როცა არიან, შეიძლება საერთოდ ფარხმალი დაყარონ და გავიდნენ ბიზნესიდან და თუ აქვთ ამის საშუალება, რა თქმა უნდა, ან შეიძლება ძალიან ცუდი მიმართულებით წავიდნენ და ფული დაკარგონ. ამიტომ მენტორები არის აუცილებელი. განსაკუთრებით საწყის ეტაპზე სტარტაპის არის აუცილებელი ყავდეს მინიმუმ ერთი ადამიანი, რომელსაც აქვს უკვე წარუმატებელი და წარმატებული სტარტაპის ქონის გამოცდილება და იცის, რაში დაგეხმაროს და რაში არ დაგეხმაროს, რა თქმა უნდა. და ბოლოს თანამშრომლები. თანამშრომლების საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, იმიტომ რომ ჩვენ მარტო მენეჯმენტზე არ ვსაუბრობთ, აქ ჩვენ ვსაუბრობთ მთლიან გუნდზე და ამ შემთხვევაში, როდესაც გუნდზე ვსაუბრობთ, აუცილებელია მოვიაზროთ ის ადამიანებიც, რომლებსაც შემდეგ დავიქირავებთ უკვე, როდესაც სტარტაპი გაიზრდება. იმიტომ რომ ჩვენ ვახსენეთ პარტნიორები, ჩვენ ვახსენეთ ინვესტორები, ვახსენეთ მენტორები და ასევე გუნდის წევრები არიან თანამშრომლები, რა თქმა უნდა და თანამშრომლების სწორი ტალანტის მოზიდვა და სწორ დროს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის ძირითადი ფაქტორები, რაც გუნდის მართვისას, გუნდის შეკვრისას უნდა გავითვალისწინოთ. ასევე მე ვიტყოდი, რომ პარტნიორების გამოცდილება არ არის საკმარისი. იმიტომ რომ სტარტაპი არ არის მარტო შრომა. შრომა თუ ვინმეს უნდა შეუძლია რომ იპოვოს სამსახური, იშრომოს 6 საათზე წამოვიდეს სახლში და გააგრძელოს ცხოვრება ჩვეულებრივად. სტარტაპი ბევრად მეტია ვიდრე შრომა. სტარტაპი არის ბრძოლა. და თუ ბრძოლას ვეხებით, მაშინ არის აუცილებლად გამარჯვება. იმიტომ რომ კონკურენცია გვაქვს სახეზე და კონკურენციისას გამარჯვება აუცილებელია. თუ მხოლოდ შრომობს და კარგი სტარტაპერი ვერ იქნები, აუცილებელია ბრძოლა და შემდეგ აუცილებელია გამარჯვება. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ თავიდან. დასაგებია. თუ არსებობს რაიმე შეჯერებული, გავრცელებული ორგანიზაციული სტრუქტურა სტარტაპ გუნდებში და აი რაიმე არსებითი განსხვავება თუ არის, თქვა დიდი კომპანიის სამუშაო სტანდარტულ გუნდსა და სტარტაპ გუნდს შორის. რა თქმა უნდა, ანუ პირველ რიგში ვიტყოდი, რომ არ არსებობს ესეთი იდეალური და რაღაც კარგად და სწორად გაწერილი სტარტაპ მოდელი, სტარტაპ სტრუქტურის მოდელი ყველანაირი ორგანიზაციისთვის. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია ორგანიზაციის ესე ვთქვათ, იდეაზე, ბიზნეს მოდელზე, ზომაზე და ოპერაციების ესე ვთქვათ
მხარი თვისებრივად როგორია კომპანია. შეიძლება იყოს ონლაინ კომპანია, შეიძლება იყოს ოფლაინ კომპანია, შეიძლება კონდეს რაღაც მრავალ ქვეყანაში ანუ კონდეს მოლოდინი რომ გაიზრდება და ლოგისტიკურად მრავალ ქვეყანაში ექნება მას ოპერაციები. შეიძლება ონლაინ იყოს და საერთოდ არ იყოს ანუ აი ამდენი რაღაც მძიმე ტექნიკა და მსგავსი რაღაცები მომავალში საჭირო. ამიტომ ეს არის დამოკიდებული იმაზე თუ თვისებრივად როგორია სტარტაპის იდეიდან დაწყებული ყველაფერი. თუმცა მე ვიტყოდი რომ დასაწყისისთვის აუცილებლად უნდა იყოს პატარა გუნდი. ანუ ვერ დაიწყებს სტარტაპს 100 ადამიანი და 1000 ადამიანი ეს არის სისულელე, იმიტომ რომ მაშინ სტარტაპი აღარ ვართ, მაშინ პირდაპირ ვიწყებთ გამართლებულ მოდელს, ესე ვთქვათ, საშუალო ან დიდი კომპანიის. რაც შეეხება სხვა სახის კომპანიებს, ხო მე ვიტყოდი საშუალო და დიდ კომპანიებს აქვთ თავიანთი სტრუქტურა და იქ არის ბიუროკრატია, რომელიც გაჩერებს და რომელიც სტარტაპისთვის არ არის გამოსადეგი, იმიტომ რომ სტარტაპი სწრაფად უნდა მანევრირებდეს, უნდა იზრდებოდეს, ვითარდებოდეს სწრაფად, მას ექნება ძალიან ბევრი გამოწვევა. და ამიტომ ჯობს ყოველთვის რომ სტარტაპი იყოს ისეთი სტრუქტურის, როგორც მას დაეხმარება ძალიან სწრაფად მანევრირებაში. და არ არის აუცილებელი ძალაუფლების ბევრი დონე გქონდეს, მაგალითად, რომ იქ დირექტორის ქვევით 9 დონე იყოს და ასე შემდეგ, როგორც დიდ კორპორაციაში. ეს არ არის აუცილებელი. თუმცა მე ვიტყოდი, რომ აუცილებელია ის, რომ მაგალითად დიდ კომპანიაში რა დეპარტამენტებიც გვაქვს და რა მიმართულებებიც გვაქვს, უკვე არსებულ დიდ ბიზნესში და კორპორაციაში, ეს მიმართულებები ნაწილობრივ გადაიბარონ სხვა გუნდის წევრებმა გენერალური დირექტორის გარდა. ამ შემთხვევაში რა გულისხმობ, მე ხა ვიტყვი, მაგალითად ადმინისტრაციული ნაწილი, მაგალითად ფინანსური და კომერციული ნაწილი, მაგალითად სერვისის და ოპერაციების ნაწილი. ნუ ისევ და ისევ მნიშვნელოვანია, როგორი რისგან შედგება სტარტაპი და როგორი ოპერაციები აქვს მას. და ასევე უმნიშვნელოვანესია სტრატეგიის ნაწილი. დიდ კორპორაციებში თავიანთი სტრუქტურის მიხედვით ეს მიმართულებები არის გამიჯნული, როგორც წესი, დეპარტამენტების უფროსებს აქვთ შეთავსებული ეს ფუნქცია, ან ნუ მე დავასახელე 4 ბლოკი, 4 მიმართულება დიდ კორპორაციაში და როგორც წესი გენერალური დირექტორის 4 მოადგილეს აქვს გადანაწილებული ეს ფუნქციები. ამ შემთხვევაში ამის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გენერალურ დირექტორს 4 მოადგილე ყავდეს, თითო მოადგილეს თქვა 4 დეპარტამენტი ექვემდებარებოდეს და ასე შემდეგ. ჩემ შემთხვევაში, ჩემი პირადი გამოცდილებიდანაც შემიძლია ვთქვა, რომ სტარტაპის საწყისი გუნდი უნდა იყოს პატარა და ამ საწყის გუნდს უნდა კონდეს გარდა თავისი ან ყოველ წევრს და პარტნიორს უნდა კონდეს გარდა თავისი პირადი კომპეტენციისა და მიმართულებისა შეთავსებული სხვა რაღაცებიც, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ვთქვათ ერთ-ერთი კომპანიის თანადამფუძნებელი ვარ, რომელიც მუშაობს ოფიციალურ ღონისძიებებზე, ყველაზე დიდ, ესე ვთქვათ, კონფერენციებს ვაკეთებთ. მართავთ ესე ვთქვათ საქართველოში და როდესაც კონფერენციის ბოლო დღეები მოგვიახლოვდება, იქ უკვე აღარ არის იმაზე საუბარი, რომ მე ვთქვათ დირექტორი ვარ, თავმჯდომარე ვარ, მეწილე ვარ, მფლობელი ვარ, თუ ვინ ვარ, პარტნიორი ვარ, მაგას აღარ აქვს მნიშვნელობა. იმ მომენტში ყველა ვართ მუშა ჩვეულებრივად და რაღაც ჭუჭყიანი ხელებით დავდივართ და რაღაც ტომრებს და ყუთებს ვათრევთ აქეთ-იქით. ასე რომ ყველა ადამიანს უნდა კონდეს იმის მზაობა და საშუალება, რომ ეს თავიდან ბოლომდე, ანუ სტაჟორის დონიდან გენერალური დირექტორის დონემდე და სტრატეგიამდე აბსოლუტურად ყველაფერი შეითავსოს, იმიტომ რომ როდესაც სტარტაპზე ვსაუბრობთ, შეიძლება გენერალურ დირექტორს სიტყვაზე სიცხე კონდეს და ან ცუდად იყოს ან რაღაც და ვიღაცამ უნდა შეითავსოს მისი ფუნქცია, რა თქმა უნდა. ეს რთულია ხოლმე, იმიტომ რომ ხშირად ადამიანები არიან მიჩვეული, ან ეს პარტნიორები ან უკვე მუშაობენ რომელიმე კომპანიაში, უკვე აწყობილ გამართულ კომპანიაში, ან აქვთ დიდი გამოცდილება აწყობილ გამართულ კომპანიაში მუშაობის და რატომღაც მათ აქვთ იმის მოლოდინი, რომ პატარა სტარტაპიც იმხელა რესურსების მქონეა და შეუძლიათ რომ იმხელა თანხები გამოყონ, იმხელა ვთქვათ იმ რანგის პერსონალი გამოყონ თითოეული საქმისთვის, რაც აბსოლუტურად არასწორია. ასე რომ მე ვიტყოდი, რომ პატარა გუნდი, რომელსაც შეუძლია ტასკების სწორად დაგეგმვა,
პრობლემების სწორად გადაჭრა, გადაწყვეტილებების მიღება და კონსენსუსის მიღწევა და შემდეგ უკვე აი ამ კონსენსუსის და გეგმების და მიზნების და სტრატეგიის სწორად შესრულება. იმიტომ რომ სტარტაპის დონეზე, არა მარტო დიდ დონეზე, არამედ სტარტაპის დონეზე შესრულება არის უმნიშვნელოვანესი. მთავარია შესრულება. თუნდაც ჩვენთვის არ იყოს შესრულება მთავარი და ჩვენ იდეა მოგწონდეს და ესე რომანტიულად ვიყოთ განწყობილი ჩვენი სტარტაპის მიმართ, ინვესტორისთვის იქნება აუცილებელი რომ შედეგი ვაჩვენოთ. იმიტომ რომ თუნდაც ჩვენ მზად ვიყოთ რომ ჩვენი კაპიტალი დავკარგოთ სიტყვაზე იმ რაღაც იდეალის ასე ვთქვათ, იდეალს, როდესაც მივდევთ და გვინდა რომ იდეალური იყოს ეს სტარტაპი, ინვესტორი ასე არ ფიქრობს. მთავარი არის შედეგი. აი ამ ქმედებას რა შედეგი მოყვება. იმიტომ რომ პროცესი ინვესტორისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი. ის ფიქრობს მოგებაზე, როგორც წესი. თუ რა თქმა უნდა, კონკრეტულ გამონაკლისებს არ ვიგულისხმოთ. ასე რომ ასე ვფიქრობ, რაც შეეხება სტარტაპის სტრუქტურას. დიახ, მადლობა ამ ამწურავი პასუხისთვის. დამატებით მაინტერესებს, აი თქვენ ახსენეთ, რომ რიგი ფაქტორებია, რაც იწვევს სტარტაპების ჩავარდნას, ეგრეთ წოდებულ გაფეილებას. კი. რამდენად ხშირად შეიძლება, რომ არასწორი გუნდი იყოს აი ამ ჩავარდნის მიზეზი, თუ გაქვთ ინფორმაცია ამის შესახებ რაიმე სტატისტიკაში და საქართველოს მაგალითზე თუ გვეტყვით, კიდევ უკეთესი. კი, რა თქმა უნდა. არსებობს სტატისტიკა, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით, როგორც წესი, არასწორი გუნდის ყოლას ასახელებენ მესამე პრობლემად. პირველი არის როგორც წესი ფულის დაკარგვა, პირველი არის უფრო სწორად არასწორი პროდუქტის და სერვისის შექმნა, რომელიც არ ჭირდება ან არ აკმაყოფილებს მომხმარებელს და მომხმარებელი, როდესაც მიატოვებს თქვენს კომპანიას და ბრენდს და აღარ არის მომხმარებელი, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი ფაქტორი წარუმატებლობის. შემდეგი არის ფინანსური პრობლემები, გაკოტრება, ფულის გადახარჯვა და ასე შემდეგ და რიგით მესამე პრობლემად ასახელებენ არასწორ გუნდს, როგორც წესი. და როგორც წესი, შემთხვევების სადღაც 20-დან 30%-მდე დაახლოებით ხასიათდება ფეილების, ესე ვთქვათ, 30%-მდე ხასიათდება არასწორი გუნდის ყოლით. თუმცა ჩემი პირადი გამოცდილებიდან და ქართულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ბევრად მეტია. ეს პირდაპირი წესით, როდესაც გუნდს ასახელებენ, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი გუნდთან არის მიბმული, იმიტომ რომ ბიზნესში ადამიანები არის ყველაზე უმთავრესი. ადამიანების გარეშე არაფერი არ ხდება. შესაბამისად, ის 90%, რომელიც ფეილდება სტარტაპებში თავიდან რომ ვახსენე, ამ 90%-დან ალბათ 80 ადამიანებზე არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე და შეიძლება 10% იყოს გარე ფაქტორებზე და ფორს მაჟორზე და ასე შემდეგ. ისეთი როგორიცაა სიტყვაზე დღეს კორონავირუსი. ამიტომ გუნდი არის უმნიშვნელოვანესი და ესე როგორც ვთქვი, ანუ ძალიან დიდი ნაწილი შეცდომების და ფეილების მოდის გუნდზე. ხა გუნდზე როგორ შეიძლება მოდიოდეს? ერთი არის ის, რომ გუნდი არ არის მზად გამოწვევებისთვის, არ არის მზად კონკურენციისთვის. წეღანაც ვახსენე მსგავსი რაღაც. გუნდი არ არის მზად ბრძოლისთვის და თუ ბრძოლისთვის არის მზად, არ არის მზად გამარჯვებისთვის, იმიტომ რომ სწრაფადვე მარცხდება. ამიტომ ამ გუნდის ფაქტორი უდიდეს როლს ასრულებს, რა თქმა უნდა. და როგორც ვახსენე, ეს არის რიგით მესამე პრობლემა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ნომერ პირველია, განსაკუთრებით ქართულ кейსებში, იმიტომ რომ ქართულ кейსებში რა ხდება? თავიდანვე ვახსენე, რომ არასწორი მოლოდინები, ეს არის მოლოდინები ბევრი მიმართულებით და არასწორი ბიზნეს მოდელი საერთოდ და არასწორი აზროვნება ბიზნესის კუთხით, იმიტომ რომ გონიათ, რომ რაღაც სადღაც დააკაკუნებენ, თუ კარი გაიღო და მოგება წამოვიდა სიტყვაზე და პოზიტიური ფიდბექი წამოვიდა, ხომ კარგი, თუ არა და წავლენ და ისევ ლიფტში შევლენ და დაეშვებიან და კარგად იყავენ. ასე არ ხდება, იმიტომ რომ იქ არის ინვესტორთან პასუხისმგებლობა, იქ არის სესხები და იქ არის ბევრი რაღაც, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. ასე რომ სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს აუცილებლად. გასაგებია, ვფიქრობ, ესე დეტალურად ვისაუბრეთ გუნდის შექმნა შერჩევაზე. ახლა მაინტერესებს, აი რას გვეტყვით მართვასთან დაკავშირებით, ანუ როგორ უნდა ვმართოთ სტარტაპ გუნდი ეფექტურად? სტარტაპ გუნდის ეფექტურად მართვა. მთავარი არის ამ ადამიანების, ესე ვთქვათ, ერთი იდეის გარშემო გაერთიანება. ეს იქნება მისია, ხედვა, სტრატეგია თუ რაც გსურთ დაარქვით. ამ ერთი იდეის გარშემო გაერთიანება თავიდან ესე ქაღალდზე დაწერილი და სტუდიაში ნათქვამი ამ წუთას ძალიან ისე ჟღერს, კარგად, მარტივად ჟღერს, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ გვაქვს შემდეგი სცენარი, როდესაც სტარტაპ გუნდი იქმნება, ჩვენ გვაქვს
ძალიან ახლო მჭიდრო და ფამილარული დამოკიდებულება გუნდის წევრებს შორის, პარტნიორებს შორის, რა თქმა უნდა. და როგორც წესი, საქართველოს ქართულ გამოცდილებას ვიტყვი, როგორც წესი ისინი არიან ერთმანეთის ბავშვობის მეგობრები, სტუდენტობა გაატარეს სკოლის პერიოდი ერთად, ან არიან, ვთქვათ, ერთმანეთის ბავშვის ნათლიები, ან რაღაცა მსგავსი და ამიტომ მათი მოლოდინი არის არასწორი, რა თქმა უნდა, ამ პრობლემას თავიდანვე შევეხე და ფიქრობენ ისინი, რომ როდესაც პრობლემა დადგება, როდესაც პირველი გამოწვევა დადგება, გუნდი შეიკრება, ერთად იბრძოლებენ, თუ თანხა იქნება უკან მისატანი, თქვათ, ბიზნესში ერთად მიიტანენ და ასე შემდეგ. სინამდვილეში ასე არ ხდება. სინამდვილეში ურთულესია კონსენსუსის მიღწევა. იმიტომ არის ურთულესი, რომ მივედით ამ თემამდე, აუცილებლად ლიდერიც უნდა მეხსენებინა. აუცილებლად ერთ-ერთი მათგანი უნდა გახდეს ლიდერი. როგორც წესი, ეს არის იდეის ავტორი. როგორც წესი, თუ ინვესტორს სხვა მოთხოვნა არ აქვს, იდეის ავტორი და ადამიანი, რომელმაც მოიფიქრა იდეა, გაწერა ბიზნეს მოდელი, რომელსაც აქვს იმის უნარი, შესაძლებლობა და мотиваცია, რომ მართოს კომპანია, ეს ადამიანი უნდა იყოს ლიდერი. ეს ადამიანი ამ ადამიანს უჭირს ლიდერობა ასეთ გარემოში, იმიტომ რომ დანარჩენი პარტნიორები არიან მისთვის ძალიან ახლო ადამიანები არაფორმალურ გარემოში. და უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, რომ ჩვენ არ ვხედავთ სუფრაზე მაგალითად და არ მივდივართ რაღაც ლაშქრობაზე და ასე შემდეგ. ეს არის სერიოზული საქმე და ბიზნესი. და ამ შემთხვევაში დანარჩენ ადამიანებსაც უჭირთ ხოლმე ამ ერთი პარტნიორის ლიდერად აღიარება და მისი გადაწყვეტილების სერიოზულად მიღება სიტყვაზე. ან მისგან პოზიტიური თუ ნეგატიური ფიდბექი სწორად თუ არასწორად მიღება. ეს ძალიან დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ გონიათ, რომ ესაუბრებიან მეგობარს. ჯერ კიდევ გონიათ, რომ ესაუბრებიან ნათესავს ოჯახის წევრს და ასე შემდეგ. ასე რომ ეს არის უდიდესი პრობლემა, ფამილარული დამოკიდებულება. წერანაც ვახსენე ერთი პრობლემა კიდევ, რომელიც ეხება მათ წინა გამოცდილებას. ანუ არიან ეს ადამიანები გამოცდილები სტარტაპის მართვაში თუ არ არიან. თუ არ არიან გამოცდილები, მათი გადმოწყობა სტარტაპის ესე ვთქვათ რელსებზე ძალიან რთულია. და ამას ჭირდება ტრენინგები, კოუჩინგი, ეს მენტორი რო ვახსენე, მენტორიც აუცილებელია, იმიტომ რომ უნდა გვასწავლოს იმ ადამიანმა, რომ ჩვენ უბრალოდ სამსახურში არ დავდივართ და უბრალოდ რაღაცა დილის 9-დან 6-მდე არ ვემსახურებით რაღაც იდეას. არამედ სულ უნდა ვიბრძოლოთ გამუდმებით, სულ სხვისი საქმე უნდა ვაკეთოთ, იმიტომ რომ მე მქონია ახლა შემთხვევა პირადად, რომ ერთ-ერთ პარტნიორს თქვათ, რომელიღაც კომპანიაში, რომელსაც კონსალტინგს უკეთებდი, უთქვამს, რომ იცი რა, მე სხვა ვალდებულებები მაქვს, ვიმუშავე დღეს, ვიშრომე და წავედი, აღარ მაინტერესებს. ასეთი მიდგომა ნამდვილად არ გამოგვადგება. ამ ერთი იდეის გარშემო გაერთიანება, როგორც თქვი, არ უნდა იყოს მხოლოდ თეორიული, არამედ უნდა იყოს ასევე პრაქტიკულიც. ყველა პარტნიორმა უნდა გაიაზროს, რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ სამუშაო დროს და არა მარტო სამუშაო დროს, პირდაპირ კავშირშია კომპანიის წარმატებასთან თუ წარუმატებლობასთან. შეუძლებელია უბრალოდ ინსპირაციით და мотиваციით მიიყვანო ბოლომდე სტარტაპი და გადალახო ყველა ის პრობლემა და გამოწვევა, რომელიც მას აქვს. мотиваცია უბრალოდ არ არის საკმარისი. мотиваციაში ამ შემთხვევაში გულისხმობ იმას, რომ ერთი იდეის გარშემო უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავყიდოთ ეს იდეა თანამშრომლებზე და გუნდის წევრებზე და ასევე ინსპირაცია მივცეთ რაღაც კუთხით მათ. და ასევე მათ მივცეთ კომპანიის რაღაც პროცენტი წილი და გქონდეთ მოლოდინი, რომ ფულს იშოვიან. ეს არ არის საკმარისი სამწუხაროდ, განსაკუთრებით საქართველოში. სტარტაპის სწორად მართვა მიმაგრებულია პირდაპირ წესით ვალდებულებებზე და პასუხისმგებლობებზე. რატომღაც ქართველებს გვიყვარს ხოლმე ვალდებულების აღება და კის თქმა, ეს სიტყვა კი ძალიან გვიყვარს, იმიტომ რომ მზად ვართ, რომ ყველაფერზე თავი დავუხაროთ და თქვათ, რომ კი, როგორ აბა რა, გავაკეთებ, იქ ვიქნები, 10 საათზე მოვალ, მაგრამ შეიძლება არ მოვიდეს. შეიძლება აიღოს ადამიანმა თავის თავზე რაღაც პრობლემის მოგვარება, მაგრამ არ მოაგვაროს. საერთოდ დაივიწყოს, საერთოდ არ იფიქროს მასზე სერიოზულად. ამიტომ თუ სტარტაპს ვაკეთებთ, თუ რეალურად პარტნიორები გვინდა და გვჭირდება, ამ პარტნიორებს უნდა გქონდეთ პირველ რიგში რაღაც ვალდებულებები და მეორე რიგში უნდა ვიცოდეთ, უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას, როდესაც დრო მოვა. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ ერთ რაღაცას. არ უნდა იყოს მათთვის მარტივი ფარხმლის დაყრა. იმიტომ რომ თუ მე პარტნიორი ვარ რაღაც სტარტაპში და ვხედავ რომ ოდნავ
პატარა დისკომფორტს მიქმნის და შეიძლება მაქვს იმის უფლება და საშუალება რომ ავდგე და თქვათ ჩემი წილი სხვას გადავუფორმო და გავიდე, ეს უკვე დიდი პრობლემაა ჩემი პირადი გამოცდილებიდან, იმიტომ რომ ადამიანს გარდა პოზიტიური მოტივაციისა, პატარა ნეგატიური მოტივაციაც შეიძლება აჩერებდეს და აფერხებდეს და უფრო მეტ ენერგიას აძლევდეს. ასე რომ თუ პირადი კონტრიბუცია არანაირი არ აქვს, არც თანხა ჩაუდია თვითონ, არც სესხზე ან სხვა რამეზე აუღია პასუხისმგებლობა, ამ შემთხვევაში შეიძლება უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყოს ადამიანი და გადაწყვიტოს კომპანიიდან გასვლა. ამ შემთხვევაში ჩვენ აღარ გვყავს 4 პარტნიორი, გვყავს უკვე 3 პარტნიორი და როგორც წეგან ვახსენე, 4 პარტნიორი შეიძლება აკეთებდეს 100 ადამიანის საქმეს, ან 10 ადამიანის საქმეს. და როდესაც უკვე 4-დან 3-ზე გადავდივართ, ძალიან შეიძლება მალე გავიჭედოთ როგორც პარტნიორები. შემდეგ უკვე ეს ნაწილი გავიარეთ და თქვენ მართვაზე მკითხეთ, შემდეგი ნაწილი არის თვითონ ესე ვთქვათ სერვისი და ოპერაციები. რა ოპერაციებიც აქვს კომპანიას, არ აქვს მნიშვნელობა რომ ონლაინ არის, ოფლაინ თუ ასე შემდეგ. მთავარი არის შესრულება. თუ ჩვენ შესრულებაზე ორიენტირებულები არ ვართ, ან მომხმარებელი გვიღალატებს, ან ინვესტორი გვიღალატებს და ან თვითონ cash flow გვიღალატებს და შეიძლება გავკოტრდეთ. ამიტომ შესრულება არის ყველაფერი, შედეგი არის ყველაფერი, შრომა და ბრძოლა არის ყველაფერი და გამარჯვება არის ყველაფერი. აი ეს ასეთი მიდგომით უნდა მართოს ადამიანმა სტარტაპი და არა უბრალოდ როგორც ჩვეულებრივი კომპანია, იმიტომ რომ სტარტაპს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ მოეშვას კომფორტის ზონაში შევიდეს და მისი თანამშრომლები და გუნდის წევრები ისე მოიქცნენ, როგორც მოიქცეოდნენ რაღაც დიდ ან საშუალო კომპანიაში მუშაობისას. და რაც შეეხება ყოველდღიურ ოპერაციებს, ძალიან შორს წაგვიყვანს, ახლა რო ვისაუბროთ, როგორ უნდა მართოთ და ასე შემდეგ, აუცილებელია დისციპლინა. კიდევ ერთ დავამატებ, მე ვახსენე მოტივაცია, ინსპირაცია, იქ მისია, გეგმა, ხედვა, მიზნები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მშვენიერია, ეს ყველაფერი ლირიკა და რომანტიკას შეიძლება გაუთანაბროთ, თუ რა თქმა უნდა შესრულება არ არის თავის დონეზე. მაგრამ მარტო მოტივაცია საკმარისი არ არის, წეგანაც ვახსენე და ეს მე აღმოვაჩინე ძალიან რთული გზით, როდესაც მე თვითონ გავფეილდი ერთ-ერთ სტარტაპში. მოტივაცია არ არის საკმარისი, მეც მქონდა იდეალური მოტივაცია, მეც მithქვამს, რომ აი სადღეგრძელოსავით, რომ აი ასე ვიზამთ, ამდენს ვიშოვით და რაღაც. სინამდვილეში მოტივაცია მხოლოდ დაახლოებით 9 შეიძლება 40%-იც იყოს მთელი იმ შრომის და ბრძოლის, რაც ჩვენ წინ გველოდება სტარტაპის შექმნისას. მოტივაციის გარდა აბსოლუტურად აუცილებელი არის დისციპლინა და სამუშაო ეთიკა. იმიტომ რომ მოტივაციამ შეიძლება ლოგინიდან აგაყენოს, მაგრამ ძალიან ხშირ შემთხვევაში 7-დან კვირაში 7-დან 5 დღე შეიძლება მოტივაცია არ გვეყოს, რომ გავაგრძელოთ შრომა, გავაგრძელოთ ბრძოლა და ამისთვის გვჭირდება სამუშაო ეთიკა და დისციპლინა, რომელიც ჩვენ გვეტყვის და პრინციპები, რა თქმა უნდა, რომელიც ჩვენ მიგვანიშნებს იმაზე, რომ იცი რა, არ შეიძლება დანებდე, არ უნდა დანებდე, უნდა გააგრძელო შრომა, უნდა გააგრძელო ბრძოლა და უნდა მიიყვანო შენი კომპანია იმ შედეგამდე, რომელსაც დაპირდი შენ თავს, რომელსაც დაპირდი მომხმარებელს, რომელსაც დაპირდი ინვესტორს და ასე შემდეგ. საუბარში ახსენეთ სტარტაპ გუნდის ლიდერი და თუ შეგიძლიათ რომ გითხრათ რა პიროვნული მახასიათებლები ან ქმედებები უნდა ახასიათებდეს მას, რომ იყოს კარგი ლიდერი და რამდენად არის სტარტაპ გუნდის ლიდერზე ზოგადად გუნდის და სტარტაპის წარმატება დამოკიდებული? როგორც ვახსენე, დიდწილად არის დამოკიდებული და სტარტაპ გუნდის და ასევე საშუალო და დიდი კომპანიის ლიდერიც უნდა გამოირჩეოდეს ბევრი მნიშვნელოვანი თვისებით სხვა რიგითი ადამიანებისგან. პირველ რიგში ეს არის, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ხედვა, რა თქმა უნდა, წარმოსახვა და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ლიდერი ვინ არის? არის ადამიანი, რომელიც აძლევს თვითონ სიტყვაც გვეუბნება, აძლევს მიმართულებას სხვა ადამიანებს, აძლევს მოტივაციას სხვა ადამიანებს და ქმნის აი ამ ხედვას, მიმართულებას, სტრატეგიას, მისიას, მოკლედ და გრძელვადიან მიზნებს და გეგმებს და ასე შემდეგ და შემდეგ ყიდის მარკეტინგულად თუ გაყიდვების კუთხით ყიდის ამ თავის ხედვას სხვებზე, ანუ სხვა გუნდის წევრებზე. არსებობს შემთხვევები, როდესაც ლიდერი თქვათ 2 ადამიანი ან 3 ადამიანია და გუნდი და პარტნიორობა შედგება 8 ადამიანისგან ან 10 ადამიანისგან, თუმცა ასეთი სტარტაპები იშვიათია. როგორც წესი, 1-დან 3-მდე მერყეობს, 1-დან 4-მდე მაქსიმუმ აი ამ თანადამფუძნებლების და თანადირექტორების, ესე ვთქვათ, თანალიდერების რიცხვი.
თუმცა ერთი როგორც წესი მნიშვნელოვანია, რომ სტარტაპი, რომელიც ძალიან სწრაფად უნდა ვითარდებოდეს და იზრდებოდეს, მისთვის აუცილებელია ერთი ლიდერის ყოლა და ერთი იდეის, ერთი ხმის გარშემო, ერთი ესე ვთქვათ, ერთი ადამიანის გადაწყვეტილებების გარშემო რო გაერთიანდეს, თუ რა თქმა უნდა მას ენდობიან და მას აკეთებენ ფსონს, ბევრად სწრაფად შეიძლება რომ ამ ადამიანმა წაიყვანოს ვიდრე ორი დირექტორი რო ყავდეს, ან 4 დირექტორი. ახლა ვისაუბროთ რა თვისებები უნდა ქონდეს ამ ადამიანს და როგორი ხედვა უნდა ქონდეს. პირველ რიგში მე ვიტყოდი რომ ამ ადამიანს უნდა ქონდეს განსხვავებული ბუნება რიგითი ადამიანისგან. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ მან არ უნდა თქვას მე, მან უნდა თქვას ჩვენ. ეს არის ლიდერის მიდგომა. თუ ის საუბრობს გუნდზე და არა საკუთარ თავზე, უკვე ერთი ნაბიჯი სწორი მიმართულებით აქვს გადადგმული. და ყველაფერი ის, რასაც თვითონ აკეთებს, უნდა აძლიერებდეს გუნდს, უნდა აძლიერებდეს კომპანიას და უნდა აძლიერებდეს ზოგადად იმ კონცეფტს და პროექტს და იდეას, რის გარშემო მისიას, რის გარშემოც კომპანია არის შექმნილი. ლიდერს უნდა ქონდეს, თქვათ, ისეთი იდენტობა, ესე ვთქვათ, რომელიც მას ეხმარება თავისი საქმის სწორად გაკეთებაში. ეს იდენტობა დამოკიდებულია ძალიან ბევრ რამეზე. თუ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას და ასოცირებას არ ახდენ სხვა ლიდერებთან, მაგალითად, ლიდერის პოზიციასთან და თუ გეშინია, თუ ფიქრობ, რომ წააგებ, თუ ფიქრობ, რომ ვერ იბრძოლებ, თუ ფიქრობ, რომ გაგიჭირდება, ანუ თუ ფიქრობ, რომ სიბნელე და რისკები გაშინებს, იმიტომ რომ შენი გუნდი უნდა წაიყვანოს სიბნელეში, დაუკრეფავში, ესე ვთქვათ, იქ სადაც არავინ ყოფილა, განსაკუთრებით სტარტაპების შემთხვევაში, იმიტომ რომ სტარტაპები არა მარტო სერვისებს და პროდუქტებს ავითარებენ, არამედ ახალ ინდუსტრიებსაც ქმნიან და ეს ყველაფერი სახეზეა დღესაც. არ უნდა ქონდეს ამის შიში. თუ შენი იდენტობა ამასთან თანხვედრაში არ არის, ძალიან გაგიჭირდება, იმიტომ რომ შენ თუ გაქვს მიმდევრის, ესე ვთქვათ, იდენტობა და არა ლიდერის იდენტობა, ძალიან გაგიჭირდება, იმიტომ რომ შენ როგორც ლიდერი სხვებზე წინ უნდა იყო. ეს უნდა იყოს შენი მიმართულება, რომ წინ იყო ყოველთვის სხვებზე და თუ წინ არ ხარ, მაშინ ლიდერი არ ხარ. ეს შეიძლება ფურცელზე ეწეროს, რომ შენ ლიდერი ხარ, მაგრამ სინამდვილეში არ ხარ. ასევე რაც შეეხება პიროვნულ მახასიათებლებს და რაც შეეხება ხასიათს. აუცილებელია იყო ისეთი ადამიანი, აი კახა ბენდუკიძე ამბობდა ხოლმე ერთი პერიოდი, აუცილებელია შენ შეგეძლოს ფანჯრიდან შესვლა, როდესაც ყველა კარს დაგიკეტავე. აი ეს არის მთავარი. ანუ ბჭყალებში მიმწოლი ქვია ამ სიტყვას, ხშირად იყენებენ ხოლმე სტარტაპერები. ანუ შენს ლექსიკონში აღარ უნდა იყოს სიტყვა არ გამოდის, ვერ გამოვა, ვაიმე, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ და ასე შემდეგ. შენს ლექსიკონში უნდა იყოს მთავარი სიტყვა, რომ მივაწვეთ, ჩვენი გავიტანოთ, აუცილებლად შედეგამდე მივიდეთ, სხვა გზა არ გვაქვს. რაც შეიძლება ნიშნავდეს არ დაძინებას ღამით, შეიძლება ნიშნავდეს რამდენიმე დღიანი სამუშაო გრაფიკის ქონას, გადავაბათ ესე და არ დავიძინოთ. შეიძლება ნიშნავდეს კონფლიქტებს, პრობლემებს, ფორს მაჟორს, არ ვიცი, შეიძლება ნიშნავდეს ძალიან დიდ კონკურენციას, ძალიან დიდ ბრძოლას, ძალიან დიდ დაბრკოლებებს, გამოწვევებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს უნდა იყოს მთავარი მის ხასიათს რაც შეეხება, რომ როდესაც სიტუაცია კრიტიკულ ზღვრამდე მიდის, ის არ უნდა გაიქცეს. მან უკან არ უნდა დაიხიოს, იმიტომ რომ თუ ლიდერი უკან იხევს, თუ ლიდერი გარბის, მისი გუნდიც გარბის, აუცილებლად. და ეს არის უმთავრესი. შემდეგ დანარჩენს რაც შეეხება, მე ხშირად გამიგია, რომ თქვათ ლიდერი უნდა იყოს ინტროვერტი ან ექსტროვერტი ან რაღაც მსგავსი მახასიათებელი უნდა ქონდეს. ასე არ არის ნამდვილად, იმიტომ რომ ლიდერობა არ არის მეცნიერება, ეს არის ხელოვნება. მენეჯმენტი უფრო მეცნიერებისკენ მიდის, მაგრამ ლიდერობა უფრო არის ხელოვნება. განსაკუთრებით სტარტაპის შემთხვევაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უნდა დახატოთ რაღაც შედევრი და მხოლოდ თქვენი ცით თქვენს გონებაში არის ეს შედევრი როგორ იხატება და მხოლოდ თქვენს ხელს შეუძლია, თქვათ, აი ამის დახატვა და სხვებისთვის ჩვენება და აი ამ ხედვის გაყიდვა. აი ეს არის მნიშვნელოვანი. ესე ვთქვათ, მას უნდა ქონდეს ასევე მნიშვნელოვანი ჩვევები, ლიდერისთვის მნიშვნელოვანი ჩვევები, რაც შეიძლება ნიშნავდეს, თქვათ, დილის 5 საათზე ან 6 საათზე ადგომას.
ბევრი იძახის რომ არ არის დილის ადამიანი და უჭირს დილით ადგომა, მაგრამ სამწუხაროდ ასეა. მაგალითად დათვლილია სტატისტიკურად და კვლევები აჩვენებს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც იშოვეს მილიარდი სიტყვაზე, ის ადამიანები არ ცხოვრობენ ჩვეულებრივი გრაფიკით. და ანუ ჩვენ თუ სტარტაპერები ვართ, რატომ უნდა დაუმიზნოთ მილიონს მაგალითად, რატომ არ უნდა დაუმიზნოთ 10-20 წლის მერე, 30 წლის მერე მილიარდს, ხო? და თუ ასე გეგმავთ ჩვენს მომავალ კარიერას, მაშინ აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ისეთი ადამიანებისგან, ვისაც ეს გზა უკვე გაუვლია. ეს ადამიანები გვეუბნებიან განსაკუთრებით Forbes-ის CEO-ის სათავეში ვინც არიან, ის ადამიანები გვეუბნებიან, რომ ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვით, რაღაც 10 საათი გვეძინოს ღამეში. უნდა ავდგეთ ყველაზე ადრე. და ეს ადამიანები ასევე იძახენ, თავიანთი რაციონალური, ესე ვთქვათ, შეხედულებები აქვთ ამ ყველაფერზე. მაგალითად, რომ ავიღოთ დღეში 2 საათით ნაკლები რომ გვეძინოს წლის განმავლობაში მოვიგებთ 1 თვეზე მეც. 1 თვეს დაახლოებით 1 თვეს. ანუ ჩათვალეთ რომ მუშაობის კუთხით და საქმის კეთების კუთხით ჩვენ გვაქვს მე-13 თვე, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ იმისთვის რომ სხვებს გავასწროთ, კონკურენტები დავამარცხოთ და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთი შეიძლება ცხოვრების სტილს ეხებოდეს ასევე, შეიძლება ჯანსაღი ცხოვრების სტილი იყოს, შეიძლება ეს არ გამორიცხავს, ბევრი მუშაობა კარგია, მაგრამ სწორად და ასე ვთქვათ, ჭკვიანურად მუშაობა უფრო მნიშვნელოვანია ლიდერისთვის, ვიდრე ბევრი მუშაობა, როგორც ამას კომუნისტები აკეთებდნენ. ანუ მუშაობის რაოდენობა და საათების რაოდენობა არ განსაზღვრავს შედეგს, პირდაპირ შედეგს განსაზღვრავს ჭკუა და სწორედ დაგეგმო. შესაბამისად ეს უნდა შეგვეძლოს და უნდა შეგვეძლოს ის, რომ თქვა დავისვენოთ, შევჩერდეთ რაღაც პერიოდში და ცხოვრებით ვისიამოვნოთ, იმიტომ რომ თუ ცხოვრობით ვერ ვიღებთ სიამოვნებას, მაშინ რაღა აზრი აქვს ფულის შოუნას და ბიზნესის კეთებას. რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია. ასევე გუნდის პირადი იდენტობის გარდა მას უნდა ქონდეს გუნდის იდენტობა. თვითონ ქმნის გუნდს, თვითონ მართავს ამ გუნდს და უნდა ესმოდეს გუნდის თითოეული წევრის ფსიქოლოგია, ვინ არის, ვის რა გაუვლია, რა გზა გაუვლია ბავშვობიდან. მე მაგალითად ძალიან ხშირად მაინტერესებს და კოუჩინგის შემთხვევაში ძალიან ხშირად გამიგია, ვის რა გზა გაუვლია ბავშვობიდან, როგორ მოვიდა აქამდე დღეს, სადაც არის და საით მიდის, იმიტომ რომ მარტო ჩემს ხედვაზე, როგორც ლიდერის ხედვაზე არ არის დამოკიდებული ყველაფერი და ჩემს გარშემო არ ბრუნავს სამყარო, აუცილებელია ვიცოდეთ ეს ადამიანები სად მიდიან, როგორ წარმოუდგენიათ მათ თავიანთი მომავალი და არა მარტო ჩემი მომავალი. ასევე გუნდის იდენტობის გარდა ლიდერს უნდა ქონდეს ორგანიზაციული იდენტობა. მას უნდა შეეძლოს ორგანიზაციის სახელით მოლაპარაკების წარმართვა, მისი სახელით საუბარი, სიტყვით გამოსვლა, მედიასთან იქნება ეს თუ შეხვედრებზე იქნება თუ როგორც წესი. ანუ ეს ამ როლებს შორის უნდა მოძრაობდეს როტაციის პრინციპით ეს ლიდერი და ასევე მას უნდა ქონდეს, რაც შეეხება უნარებს, ჩვენ ჩვევებზე ვსაუბრობდით ამ ახასიათებლებზე, რაც შეეხება უნარებს. ყველაზე უმთავრესი ორი უნარი ლიდერისთვის არის ტექნიკური უნარი, ესე ვთქვათ, არის პრობლემის გადაჭრა, იმიტომ რომ შენი ხედვა და შენს მიერ კომპანიის შექმნა დაკავშირებულია რაღაც დიდი პრობლემის გადაჭრასთან. იმიტომ რომ თუ პრობლემა არ არსებობს და თუ შენ პრობლემის გადაჭრის გზა არ გაქვს ნაპოვნი, მაშინ რას თავაზობ მომხმარებელს, ხო? ამ შემთხვევაში პრობლემის გადაჭრის უნარი არის უმთავრესი და პრობლემის გადაჭრა შეიძლება უამრავი გზით. რა თქმა უნდა, კრეატიულობას, ანუ სტანდარტული კონვენციური გზების გარდა კრეატიულობა ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით. ასევე არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღების უნარი. გადაწყვეტილების მიღების უნარი ალბათ არის ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, თუ რას გადაწყვეტ და როგორ გადაწყვეტ, რო ჩავშალოთ ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გადაწყვეტილების მიღების კუთხით მე დავასახელებდი კონტექსტის გააზრებას და კონტექსტიც რო ჩავშალოთ არსებობს ბევრი სახის კონტექსტი, არსებობს ფაქტები, არსებობს მოვლენები, არსებობს პროცესები და ასე შემდეგ და ამ კონტექსტის და პრობლემის სიღრმის, ესე ვთქვათ, და ჰორიზონტალურად თუ ვერტიკალურად უნდა შეეძლოს მას გააზრება და შემდეგ უნდა შეეძლოს ამ პრობლემის გადაჭრა. ოღონდ უკვე ლიდერის დონეზე ეს არის დაკავშირებული დელეგირებასთან. თუ მიკრომენეჯერია შეიძლება გადაეშვას ამ პრობლემის გადაჭრის მორევში თვითონ და დაკარგოს დიდი სურათი, ვეღარ დაინახოს თავისი კომპანიის, თავისი გუნდის ხედვა. ამიტომ როდესაც პრობლემას გადაჭრი შენს გონებაში, რა თქმა უნდა შენი გუნდისგან ფიდბექის მოსმენის შემდეგ და მათი აზრებისაც, როდესაც პრობლემის გადაჭრის
გადაწყვეტილებას მიიღებ რაღაც კუთხით, რაღაც ვარიანტს აირჩევ, შემდეგ უნდა მისცეს სხვებს უფლება რომ ჩაერთონ და შეასრულონ, იმიტომ რომ თუ მათი ნდობა არ გაქვს, თუ არ შეგიძლია დელეგირება მათი მიმართულებით, მაშინ დაიკარგები როგორც ლიდერი, ძალიან გაგიჭირდება. და რა თქმა უნდა, სულ ბოლოს კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ გუნდისთვის არა მარტო мотиваციის ამაღლება და მათთვის დელეგირება გევალება, არამედ გევალება ამ გუნდის ბჭყალებში კონტროლი, გევალება ზედამხედველობა როგორც ლიდერს, რომ რაღაც სადღაც არ გაგექცეს. იმიტომ რომ აუცილებელია დიდი სურათი არ დაგვაუწყდეს და აუცილებელია შედეგი არ დაგვაუწყდეს, რა შედეგზე გვინდა გავიდეთ. თუ ამ შედეგზე არ გადის კომპანია და გუნდი, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, როგორც ლიდერმა და მივიღოთ ზომები. თუ შედეგზე გადის, მაშინ მუდმივად უნდა ცდილობდეს ლიდერი, რომ შეაფასოს, გადააფასოს არსებული გუნდი, არსებული ოპერაციები და იფიქროს ხვალ, როგორ შეიძლება რომ თქვათ მეტი თანხა დავზოგოთ, უფრო მაღალი ხარისხის პროდუქტი და სერვისი შევქმნათ და ასე შემდეგ. გასაგებია, რამდენიმე კითხვა მოვიდა კომენტარების ველში და წავიკითხავ. გამარჯობა, მაინტერესებს სად და როგორ შეიძლება გამართული გუნდის ჩამოყალიბება? სად არ ვიცი რას გულისხმობენ ამ შემთხვევაში, მაგრამ დიდწილად გუნდის ჩამოყალიბებაზე ვისაუბრე, როგორც კიდევ რომ გადავიმეოროთ, ესე ვთქვათ, სწორი მოლოდინები არის აუცილებელი. ხა, კიდევ უფრო ჩაუღრმავდები, რახან ეს კითხვა კიდევ ერთხელ გვაქვს, მოდით ჩაუღრმავდები, უფრო მეტად რა არის აუცილებელი, რომ გუნდის წევრებს გქონდეთ. ასეთ რაღაცაზე ვისაუბროთ, მაშინ რახან ჩანაწერში უკვე ეს იქნება. გუნდის წევრებს აუცილებელია რომ გქონდეთ კომპეტენცია, თავიანთი შესაბამისი მიმართულებებით. ეს კომპეტენცია, ანუ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა ღირებულება შეუძლიათ შექმნან კომპანიის ფარგლებში, ესეც ოფიციალურად სერიოზული საქმის კეთებისას, რა ღირებულება შეუძლიათ შექმნან გუნდის წევრებს. თუ მათგან არანაირი ღირებულება არ მოდის, ანუ თუ ისინი ფინანსურად არ გვეხმარებიან სიტყვაზე, თუ მათი ცოდნა და გამოცდილება არ არის ან საკმარისი, ან რელევანტური ჩვენი კომპანიისთვის, მაშინ რატომ არიან ისინი გუნდის წევრები, ხო? ეს ერთი, რა თქმა უნდა, საქმის კუთხით და მეორე მათი პიროვნული მახასიათებლები. რა თქმა უნდა, მათ უნდა გქონდეთ იმის პოტენციალი, რომ საქმე დაიწყონ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ. ეს არის უმთავრესი. თუ ამას ვერ აკეთებენ, მაშინ ძალიან გაგვიჭირდება. და დანარჩენი ბევრი რამე ვახსენე, მოლოდინების მართვა, მაგალითად, გუნდის შეკვრის შემთხვევაში, თქვათ, იქ პროცენტული გადანაწილება, წილების, იქ ვისაუბრეთ, ვის რა როლი ექნება და როგორ შეასრულებს და თქვათ, რომელ მიმართულებას ან დეპარტამენტს უხელმძღვანელებს ბოლოს და ასევე იმის უნარი, რომ გუნდმა კონსენსუსს მიაღწიოს, ერთად იმუშაოს და შეძლოს, რომ სასურველი შედეგი მოიყვანოს თავიანთი შეთანხმებით, ესე ვთქვათ, და ერთობლივი შრომით. სწორი შრომით, ესე რომ ვთქვათ. თუ ერთმანეთში კი ინკლავენ ყოველთვის და კონფლიქტი აქვს, ეს არ გამოუვათ, რა თქმა უნდა. აი ზუსტად კონფლიქტია კითხვა, როგორ მოვიქცეთ, როცა სტარტაპ გუნდში ხდება კონფლიქტი, რამე გამოცდილი სტრატეგია თუ არსებობს ამასთან? ერთი მორგებული სტრატეგია ამაზე არ არსებობს, რა თქმა უნდა, კონფლიქტს გააჩნია, ეს სიტყვა არ მიყვარს ძალიან, ხშირად ვიყენებთ ქართველები გააჩნია, მაგრამ ეს არის დამოკიდებული ბევრ ფაქტორზე. თუ კონფლიქტი ფინანსურია, მაშინ ძალიან კაფეო და ისეთი გზები არსებობს, რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, რომელიღაც მხარემ უნდა დათმოს ან დაარქვას, რომ მივახციეთ წარუმატებლობას, დავკარგეთ თანხა და მოდი ან გაინაწილოს ეს თქვათ დანაკარგი, ან თუ იმდენად ცუდი შეცდომა დაუშვა ერთმა წევრმა რო რაღაც, მაშინ იმ წევრის, ესე ვთქვათ, პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. ასეთი ვარიანტები გვაქვს, როდესაც კონკრეტულად ფინანსურ თემას ეხება, მაგრამ უფრო რთულია საქმე, როდესაც ურთიერთობას ეხება, იმიტომ რომ თუ ურთიერთობა ფუჭდება, შემდეგ უკვე ძალიან რთულია. იმიტომ რომ არაერთხელ გამიგია, რომ რაღაც პარტნიორობა ბიზნესში არის ქორწინებასავით და რაღაც განქორწინებას გავს ეს პროცესი, თუ თქვათ ვერ შეთანხმდით, ურთიერთობა თუ ვერ დაალაგეთ და აბსოლუტურად ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ ფინანსურ ნაწილს და ტექნიკურ ნაწილს აუცილებლად ოდესმე გაივლი და აუცილებლად ოდესმე შეთანხმდები ამაზე. იმიტომ რომ აქ გვაქვს ძალიან მარტივი სქემა X, Y, Z და ასე შემდეგ და ვიღაც თქვათ დანაკარგებს გაინაწილებს, გაიაზრებს, აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას თუ რაღაც, მაგრამ როდესაც ურთიერთობა ფუჭდება, როდესაც ნაპრალი ჩნდება ურთიერთობაში, მაშინ უკვე ძალიან რთულია ამ ურთიერთობის შემოbrunება და მე ვერ ვიტყვი რომ ერთი რაღაც ესე
აპრობირებული მეთოდი არსებობს. ეს უკვე არის ყველა მხარეზე დამოკიდებული. მე ვიტყოდი, რომ ეს არის პატივისცემაზე და დათმობაზე დამოკიდებული პროცესი, და მდობაზე ასევე, იმიტომ რომ ნებისმიერი სახის ურთიერთობაში ყველაზე უმაღლესი ესე ვთქვათ, უმაღლესი ღირებულება ჩემთვის პირადად არის პატივისცემა. თუ არსებობს საკმარისი პატივისცემა ადამიანებს შორის, ეს იქნება ბიზნესში თუ სადაც არ უნდა იყოს, მაშინ ისინი მივლენ ისეთ გამოსავლამდე, რომელიც ყველა მინიმუმ არც ერთ მხარეს არ დააზიანებს და მერე შეეცდებიან რომ განავითარონ ურთიერთობა. თუ პატივისცემა იკარგება, მაშინ იქ დამთავრდა ყველაფერი. მაშინ უნდა დაიშალონ და მათი გზები უნდა გაიყაროს. გვწერენ ასევე თქვენი გულშემატკივრები, რომლებიც წარმატებას გისურვებენ და გაქებენ. მადლობა ყველას. და მოგმართავთ თქვენ ისევ, რომ შეგიძლიათ კომენტარების ველში მოგწეროთ ამ თემასთან დაკავშირებული კითხვები და აუცილებლად გავაჟღერებ. მანამდე მე გთხოვთ, რომ აი შეჯამების სახით, რაზეც ისაუბრეთ, აი რამდენიმე ეს ეგრეთ წოდებული ოქროს რჩევა ბულეთების სახით, რომ მოგცეთ, როგორ უნდა შევარჩიოთ გუნდი და როგორ მართოთ ეფექტურად. კი ბატონო, შეგვიძლია ამის გაკეთება, სანამ დამატებითი კითხვები გვექნება. როგორც ვახსენე, პირველ რიგში არის აუცილებელი ამ გუნდს ძალიან მოკლედ რო ვთქვათ, ამ გუნდის ერთი იდეის გარშემო, ერთი ხედვის გარშემო, ერთი პროექტის და ბიზნესის გარშემო გაერთიანება, შემდეგ აუცილებელია მათთვის ინსპირაციის და мотиваციის მიცემა, რომ მათ ეს ყველაფერი სწორად გააკეთონ, ასევე აუცილებელია ორგანიზაციული კულტურის და დისციპლინის იმ დონეზე აწევა, ესე ვთქვათ, რომ ვიღაცას იქ სადავეები არ გაექცეს ხელიდან, ეს აუცილებელია, რა თქმა უნდა, ასევე გასათვალისწინებელია კომპანიაში ძალაუფლების თემა, წილობრივი გადანაწილება, იმიტომ რომ ჩვენ რო გავიხსენოთ, ვახსენეთ ინვესტორთან ურთიერთობა ან ინვესტორებთან ურთიერთობა, ჩვენ ვახსენეთ მენტორებთან ურთიერთობა და ასევე თანამშრომლების დაქირავება. კიდევ უფრო ღრმად რომ ჩავიდეთ, ძალაუფლების საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ ერთი ფინანსური ნაწილი, თქვათ, უღირთ თუ არა მათ სტარტაპში მუშაობა და იმ მცირე შემოსავლის მიღება 1 წელი იქნება თუ 5 წელი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. უღირთ თუ არა მათ აი ამ ანაზღაურების სანაცვლოდ მიატოვონ საკუთარი კარიერა, ან აქვთ თუ არა მათ საშუალება რომ სხვა სამსახურშიც იმუშაონ და თქვათ ესეც გააკეთონ. თუმცა ეს როგორც წესი არ მუშაობს. მე მიცდია და მენდეთ ასეთი რამე ძალიან ნაკლებად მუშაობს. ასევე ბევრი სხვა ფაქტორია მათი წერანაც ვახსენებ ბოლოს, მათი პიროვნული მახასიათებლები, მათი კომპეტენცია, მათი პიროვნული მახასიათებლები რამდენად ჯდება ამ სტარტაპის იდეოლოგიაში, იდეოლოგია ესეთ სიტყვა ცოტა არასწორი, ანუ მისიაში, ხედვაში, სტრატეგიაში, გეგმებში, მიზნებში და ასე შემდეგ. ძალაუფლების საკითხს რო დაუბრუნდეთ, რამდენად აქტუალურია ეს საკითხი, რა დაფინანსებაზე რო ვიფიქროთ სტარტაპის, ვინ აფინანსებს სტარტაპს? თუ პარტნიორები თვითონ აფინანსებენ თავიანთი ჯიბიდან და ასევე სესხებს იღებენ, ამ შემთხვევაში ძალაუფლების საკითხი მხოლოდ ერთმანეთში უნდა გაინაწილონ. ვიღაც ლიდერი იქნება, ვიღაცას მეტი წილი იქნება, ნაკლები ან თანაბარი. ეს ერთი. მეორე შემთხვევაში, როდესაც ინვესტორი და ახალი მეწილე შემოგვყავს, უნდა გავითვალისწინოთ ეს ადამიანები ავტომატურად გუნდის წევრებად. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ დავეჯახებით რეალობას ძალიან მალე, იმიტომ რომ პატარა შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, თუ ინვესტორი ჩახედულია, რა თქმა უნდა, ბიზნესში, ის აუცილებლად დაჯდება და აუცილებლად თავის წონას გვაჩვენებს ამ წილობრივ გადანაწილებაში. მე ვახსენე მენტორების მნიშვნელობა, ის ადამიანები, რომლებიც უკვე გამოცდილი არიან წარმატებულ თუ წარუმატებელ სტარტაპებში, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც წარუმატებელ სტარტაპებში არიან გამოცდილი, იმიტომ რომ წარუმატებლობა ძალიან ცუდად გამახსოვრდება, პირადი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, წარუმატებლობა გამახსოვრდება ძალიან ცუდად და შეიძლება ღამეები არ გეძინოს, შეიძლება კი რა აუცილებლად არ დაიძინებ და ბოლოს მე დავამატებდი შეჯამებისას კიდე გვექნება საშუალება რომ რაღაცები დავამატოთ, როგორც მივხვდი კითხვა გვაქვს, ხო? არის კითხვები. ხო. ერთ-ერთი უმთავრესი, რაც წეგან არ მიხსენებია და აუცილებლად უნდა ვახსენო, ეს არის შემდეგი. ამას აკეთებენ ყველაზე წარმატებული ლიდერები მსოფლიოში და მინდა რომ, ანუ ძალიან საინტერესო პრაქტიკა არის, როდესაც თათბირი გვაქვს, მაგალითად და ვხედავთ პარტნიორები, მენეჯმენტის თანამშრომლები, ინვესტორები, ესე ვთქვათ, სტარტაპებში ბორდი ცოტა ისეთი თემაა, მაგრამ დავარქვათ, რომ ბორდის წევრები, გამგეობის წევრები, ამ შემთხვევაში ყველაზე წარმატებულ ლიდერებს მსოფლიოში უდევთ ერთი ცარიელი სკამი.
და ეს ცარიელი სკამი არის განკუთვნილი მომხმარებლისთვის. ანუ მათთვის ეს სკამი არის მომხმარებელი და ყოველთვის, როდესაც რაღაც გადაწყვეტილებაზე საერთო აზრს გამოხატავენ, მომხმარებლის ხელით აწეული უნდა იყოს იქ და მომხმარებლის ყოველთვის წარმოიდგენენ მომხმარებელი რა სიტყვა და ამის შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ აკეთებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, იღებენ სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს. მოусმინოთ ალბათ ძალიან კარგი. რამდენად ეფექტურია ახალი სტარტაპისთვის ფრილანსერების დასაქმება? ესეთი კითხვაა. ფრილანსერების დასაქმება ეფექტურიც არის და საჭიროც არის ხშირად. ერთი მინუსი რაც ფრილანსერებს აქვთ არის, რომ ცოტა უფრო ძვირია მათი მომსახურების მიღება, ვიდრე ჩვეულებრივი full time კადრების დაქირავება, ასე ვთქვათ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილება, იმიტომ რომ სტარტაპის შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ მარტო ფინანსისტებზე და ბუღალტრებზე და იურისტებზე და ასე შემდეგ. ჩვენ ვსაუბრობთ ჯენერალისტებს ეძახიან ჭყალებში, ადამიანი, რომელიც არ არის სპეციალისტი და ექსპერტი, მაგრამ არის ზოგადად განათლებული და გამოცდილი. ამ შემთხვევაში ფრილანსერები არიან ასეთი ადამიანები და მათი რჩევები, როგორც მენტორები შეგვიძლია გამოვიყენოთ ძალიან ხშირად, როგორც კონსულტანტები. და მათი გამოცდილება არის ძალიან ღირებული, იმიტომ რომ მათ უმუშავიათ სხვა ბევრ სტარტაპთან, სხვადასხვა ინდუსტრიაში, სხვადასხვა დონეზე და ისინი უფრო მარტივად და სწრაფად მოგვაწვდიან solution-ებს, რასაც ეძახიან, გადაჭრის გზებს პრობლემის, ვიდრე ვთქვათ, ახალი დაქირავებული კადრი, რომელიც სხვაგან მუშაობდა და ახლა აქ გადმოვიყვანეთ. ასე რომ მე მივიჩნევ, რომ ხშირად აუცილებელიც არის. გასაგებია, მორიგი კითხვა. რა არის ყველაზე კარგი გაყიდვების არხი სტარტაპისთვის, რომელიც მის მომხმარებელს თავაზობს ციფრულ პროდუქტს ან მომსახურებას? რა თქმა უნდა, სოციალური მედია დღეს ამაზე ძლიერი არაფერი არსებობს. რა თქმა უნდა, დამოკიდებულია რა სახის პროდუქტებს ვყიდით და რა სახის სერვისებს. ხა მე კონსალტინგში მიმუშავია, ვთქვათ, რამდენიმე კომპანიასთან აგროსექტორში. და ამ კომპანიებს ისეთი პროდუქცია ჰქონდათ, რომელსაც, რომ მივედი, მოусმინე, სოციალური მედია ჰქონდათ ძალიან გადატვირთული და იქ ატვირთული რაღაც სოფლის მეურნეობის ტექნიკის ფოტოები და ონლაინ გაყიდვები და რაღაცები და უკვირდათ რატომ არ იყიდებოდა. იდეაში ეს არის დამოკიდებული ასევე მომხმარებელზე. ვინ არის მომხმარებელი, ხო? თუ მომხმარებელი არის სოციალურ მედიაში გაწევრიანებული და რომელიმე პლატფორმას იყენებს, ეს იქნება, არ ვიცი, Twitter, LinkedIn, Facebook, Instagram თუ რომელიც არ უნდა იყოს და თუ აქტიური მომხმარებელია, მაშინ ყოველთვის შეიძლება მისი რაღაც ჯგუფში მოაზრება და თქვათ პოსტების დასპონსორება და ბევრი გზა არსებობს, ასე ვთქვათ, მაგრამ თუ თვითონ პროდუქტი და სერვისი ოფლაინ არის და თვითონ მომხმარებელიც ოფლაინ არის, მაშინ ონლაინ ამ ყველაფრის გაყიდვა სისულელეა. უმეტესწილად დღეს 21 საუკუნეში უმეტესწილად რა თქმა უნდა სოციალური მედია და რა თქმა უნდა ონლაინ. არ ვიცი, Facebook-ი საქართველოს შემთხვევაში თუ საქართველოსია საუბარი, Facebook-ი ყველაზე კარგად მუშაობს და ყველაზე იაფიანი გზა არის იდეაში, იმიტომ რომ ხა ყველას გვყავს მეგობრები, რომლებსაც ყავთ 20,000 ფოლოვერი და შეიძლება ერთხელ გააზიაროს შენი კომპანიის page-ი და მორჩა მათ დამთავრდა და წამოვა. ასევე LinkedIn-იც ძალიან კარგად მუშაობს ამ მხრივ და Instagram-იც იწყებს ხანენად მუშაობას, ასე რომ დიახ. მორიგი კითხვა, რა გზით შეიძლება მენტორის პოვნა და თქვენ თუ გყავთ მენტორი? კი ბატონო, მე მყოლია მენტორი და მყავს დღესაც. მენტორი შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის. ორნაირ მენტორს გამოვყოფდი. ერთი არის მენტორი, რომელიც გეხმარება, თქვა, ტექნიკურ საკითხებში, სიტყვაზე, მე მინდა დავხვეწო ჩემი უნარები პროგრამირებაში, ან ან ბუღალტერიაში, ან მენეჯმენტში, ან რაღაცაში და საქმის და ტექნიკური კუთხით მინდა რომ განვითარდე. ამ შემთხვევაში სად უნდა ვიპოვოთ დღეს ინტერნეტ მარტივი ამის გაკეთება როგორც არასდროს, იმიტომ რომ საკმარისია გვყავდეს ვიღაცა გმირი, ვიღაცა ადამიანი, ვისაც გვინდა მივბაზოთ. იმდენი გზა არსებობს ამ ადამიანთან წვდომის, რომ ვერც კი წარმოიდგენთ. ანუ შეიძლება რომ ადრე ვთქვა 30 და 50 წლის წინ უნდა გაგეგო მისამართიან ტელეფონი და გეცადა ამ ადამიანთან დაკავშირება. დღეს არსებობს უამრავი გზა, რომ ამ ადამიანს დაუკავშირდეთ და მივიდეთ და უბრალოდ თხოვოთ. მე როდესაც საქართველოში დავბრუნდი
დაახლოებით 13 წლის წინ ანუ აქ არავის არ ვიცნობდი ჩემი ოჯახის წევრებს, ნათესავებს და ბავშვობაში სკოლაში რომ დავდიოდი, იმათვისაც ჩემს კლასელებს ვიცნობდი, სხვა არავის არ ვიცნობდი. და მე მჭირდებოდა არა მარტო მენტორები, არამედ ახალი ნაცნობები, მეგობრები უკვე უცხოეთში სწავლობდი, ცხოვრობდი, მუშაობდი, ჩამოვედი და ანუ ქუჩაში რო გავდიოდი, არავის არ ვიცნობდი, არავინ მიცნობდა. და მე გამოვცადე ჩემ თავზე აი მენტორების პოვნა, იმიტომ რომ შეგვიძლია ყოველთვის გავიცნოთ მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანები და ყოველთვის ვკითხოთ მათ რჩევა. შორიდან, როდესაც უყურებთ წარმატებულ ადამიანს, მაგალითად მილიონერს შევხვედრი ვარ, მილიარდერს შევხვედრი ვარ, პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებს, მეფეებს, პრინცებს და პრინცესებს და ასე შემდეგ. და როდესაც შორიდან უყურებ ძალიან ისე გეჩვენება ფორმალურ გარემოში ხედავ ტელევიზიით ამ ადამიანებს ან სოციმედიაში და გეჩვენება რომ ეს ადამიანები იქნებიან ძალიან ცივები, არასოდეს მოგესალმებიან, არასოდეს დაგელაპარაკებიან და ასე შემდეგ. პირიქით ხდება ეს ყველაფერი, პირადი გამოცდილებიდან შემიძლია თქვა, იმიტომ რომ მანამდე მე მუშაობდი საჯარო სექტორში და მქონდა შეხება უმაღლესი რანგის საჯარო მოხელეებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის პრეზიდენტებთან და პრემიერ-მინისტრებთან და მსგავს ფიგურებთან და ხშირად იყო ისე რომ დღეებს ვატარებდი ხოლმე მათთან ერთად. და ეს ძალიან საინტერესო ადამიანები არიან და ძალიან ბევრ რაღაცაზე შეგიძლიათ კითხოთ რჩევა ამ ადამიანებს, მათ შორის ბიზნესმენებს. მე ვიტყოდი რომ თუ ვინმე როგორც პიროვნება ან მათი მიღწევები გაინტერესებთ ძალიან განსაკუთრებით და ესე ვთქვათ თქვენთვის მისაბაძია მიმართეთ სოციალურ მედიაში, LinkedIn-ი, Facebook-ი, თუნდაც Instagram-ი, თუნდაც სხვა გზები, ანუ ოფისში დაურეკეთ, მიწერეთ ელექტრონულ პოსტაზე და ასე შემდეგ და უთხარით, კითხეთ რჩევა. თხოვეთ რომ გჭირდება დახმარება და გაგიწევთ თუ არა მენტორობას, თქვათ, სიტყვაზე თვეში ერთხელ ნახევარი საათით. და ანუ გაგიკვირდებათ და ბევრმა ასეთმა ადამიანმა შეიძლება საერთოდ უფრო მეტი დრო დაგითმოთ, იმიტომ რომ ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მათ ვაგრძნობინებთ თავს განსაკუთრებულად, მნიშვნელოვნად, დაფასებულად, საჭიროდ და როდესაც ჩვენ უცხო ადამიანს ასე ვაგრძნობინებთ თავს, არ აქვს მნიშვნელობა ის ბიზნესმენია თუ პრეზიდენტია, ყოველთვის სასიამოვნოა მათთვის კომპლიმენტი და ეს რა თქმა უნდა კომპლიმენტია, როდესაც ვიღაცისთვის მისაბაძი ხარ და სურს შენგან რჩევის მოსმენა. ასე რომ მე ურჩევდი რომ ასეთი რაღაც გააკეთო. ასევე მეორე მხრივ ცხოვრების კოუჩები არსებობს, life coach-ები, რომელიც გაცილებით საინტერესო და ზოგადი მიმართულებაა, თუმცა ეს არიან ადამიანები, რომლებიც პიროვნულ განვითარებაში გვეხმარებიან და არა პროფესიონალურში. ანუ ლიდერისთვის როგორც ვახსენე, აუცილებელია ღირებულებები, პრინციპები, მორალი, ეთიკა და ასეთი მსგავსი რამეები და როგორც წესი, წარმატებულ და გამოცდილ ლიდერებს აქვთ უკვე თავიანთი თავგადასავლები, რომლებიც გადახტენიათ და მათგან ნასწავლი გაკვეთილები და შეუძლიათ რომ გაგიზიარონ. ასე რომ ცხოვრებისეული გაკვეთილები გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, ვიდრე ბიზნეს გაკვეთილები. ასე რომ ორივე მიმართულებით მოგერიდებათ ნამდვილად მოგერიდებათ მიმართეთ ამ ადამიანებს და აუცილებლად აი მე მაგალითად ავდექი პირდაპირ გეტყვით რამდენის ვიყავი მაშინ 22 წლის ვიყავი და მართლა ვიზახი თბილისში არავის არ ვიცნობდი და ანუ გავბრაზდი რომ ახალი თქვათ ჩემი თანამშრომლები რომლებიც თქვათ აქ სწავლობდნენ უნივერსიტეტში დიდ საჯარო უნივერსიტეტებში ქუჩაში ერთად რომ მივდიოდით ყველა ამათ ესალმებოდა და მე არავინ არ მესალმებოდა და არავის არ ვიცნობდი არავინ არსად მეპატიჟებოდა და მოკლედ გავბრაზდი ესე ვთქვათ და ავდექი და ყველა სფეროში პოლიტიკაში ბიზნესში, ხელოვნებაში თან საინტერესო იყო სხვათა შორის ხელოვნებაში წავედი თეატრებში წარმოდგენებს დავესწარი, წავედი გალერეებში, იქ ფერწერის ნიმუშები ვნახე, მხატვრები გავიცანი, მომღერლები გავიცანი, მსახიობები გავიცანი და მივედი და პირდაპირ მივედი წარმოდგენის შემდეგ, პრემიერის შემდეგ და ასე შემდეგ და მივედი, დავაფასე გავუსვი ხაზი მათ მნიშვნელობას, გავუსვი ხაზი იმას, რომ ძალიან მომეწონა. რა თქმა უნდა, არ მომიტყუებია, იმიტომ რომ ვინც არ მომეწონა, არ მივედი ნამდვილად. და ეს ადამიანები, ბევრი მათგანი დღეს ჩემი მეგობარია. დღეს ჩემი მენტორია, რაღაც მიმართულებით დამეხმარა განვითარებაში, იმიტომ რომ როდესაც უცხოეთში მიდიხარ და წლები იქ ცხოვრობ, მე როდესაც ბრუნდები, კულტურული შოკი გაქვს, იმიტომ რომ მიეჩვიე რაღაც დონეზე, რაღაც
ესე ვთქვათ, რაღაც მიმართულებით ოპერირებას ყოველდღიურობაში, თუნდაც ბიზნეს გარემოში და დღეს ჩამოდიხარ საქართველოში საერთოდ სხვა არაფორმალური გარემო ხდება. იმიტომ რომ პირველად რომ მოვხვდი სუფრაზე, სადაც მინისტრები და ბიზნესმენები და მილიონერები იყვნენ, მივხვდი რომ ოფისში არ წყდება საქმეები და წყდება ვთქვათ სუფრაზე. და მივხვდი რომ უფრო მეტ სუფრაზე უნდა ყოფილიყავი. ესე ვთქვათ, იქ და მომესმინა რა ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არ შემიძლია ვერ ვსვამ და ასე შემდეგ, აი ესე ვიჯექი ხოლმე და ვერთვებოდი ამ დისკუსიაში, იმიტომ რომ საქმე რეალურად ხდებოდა იმ სუფრაზე. კონტექსტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. და თუ მოერგებით ამ ადამიანების კონტექსტს და თუ ეცდებით რომ იმიტომ რომ მე გამიგია მაგალითად ვიღაც გუდაურში იყო თხილამურებზე სასრიალოდ და ავსულვარ და იქ შევხვედრი ვარ. იმდენად მაინტერესებდა მისი გაცნობა. აი ესე უნდა მოვიქცეთ და აუცილებლად აი პირდაპირ გარანტიას გაძლევთ, შეიძლება 10-დან 9 ადამიანი დაგთანხმდეთ მენტორობაზე. თუ ასე მიუდგებით და თუ უბრალოდ იტყვით რომ აი მივწერე და პასუხი არ გამცა, მაშინ არ გამოვა. მე მაქვს რომ ამ ჩართვის მერე ბევრი მოგწერთ, მოგძებნით და მენტორობის სურვილით. ანუ ასეთი რაღაც ხდება ხშირად და ეს ჩვეულებრივი ამბავია. სიამოვნებით, ამ ეთერით არ მთავრდება, მე ყოველთვის მიყვარს მსგავსი ჩართვები იქნება თუ სტუდენტებთან შეხვედრები თუ ასე შემდეგ, ჩემი გამოცდილების გაზიარება, იმიტომ რომ ეს დამატებით, ესე ვთქვათ, ენერგიას მაძლევს. და სიამოვნებით მივესალმები დამატებით კითხვებსაც, ეთერს გარეთაც. შვენიერი. ამ ეტაპზე მეტი კითხვა არ არის ჯერჯერობით, თქვენ წეღან ახსენეთ შეჯამების სახით რაღაცების თქმა გინდოდათ მგონი და თუ მოვიდა პარალელურ რეჟიმში კითხვა, კი, ნუ წეღან რაც თქვი და ბოლო შეჯამებისას არ მიხსენებია, არის შემდეგი, რომ ძალიან ხშირად გვასწავლიან, ესე ვთქვათ, დაბალი და საშუალო სოციოეკონომიკური სტატუსის ოჯახებში, ესე ვთქვათ, ძალიან უხეშად გამომდის, მაგრამ რო ვახსენოთ აუცილებლად, გვასწავლიან იმას, რომ შრომა არის საკმარისი. სინამდვილეში არ არის შრომა საკმარისი. აუცილებელია ბრძოლა და აუცილებელია გამარჯვება. აი ამ კუთხით უნდა მივუდგეთ სტარტაპს და ბიზნესს და გუნდსაც, იმიტომ რომ უნდა შევქმნათ გუნდი, რომელსაც შეუძლია რაღაცის დაგეგმვა, რაღაცის ორგანიზება, რომელსაც შეუძლია ამ რაღაცის შესრულება შემდეგ და ამ შესრულებისას შრომაც შეუძლია, ბრძოლაც შეუძლია, სხვების დამარცხებაც შეუძლია და ასევე გამარჯვებაც შეუძლია. იმიტომ რომ გამარჯვება არის უმნიშვნელოვანესი. ეს გვაჩვენებს ჩვენ მივაღწიეთ წარმატების ნიშნულს და მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა თუ ვერ მივაღწიეთ. ასევე მე ვიტყოდი რომ ადაპტაციის უნარი, მარტო ჩვენ თვითონ არა, გუნდს უნდა ქონდეს ადაპტაციის უნარი და უნდა შეეძლოს ცვალებად გარემოში, ცვალებად კონტექსტში, რომ მიაღწიოს ისევ და ისევ წარმატებას და ისევ დარჩეს ზრდის და განვითარების კურსზე. მუდმივად დარჩეს ამ კურსზე და ლიდერის შემთხვევაში კიდევ ერთ დავამატებ, არასოდეს შეეჯიბროთ სხვას. ყოველთვის შეეჯიბრეთ საკუთარ თავს გუშინ. თუ ყოველდღე ვითარდებით, ადრე თუ გვიან სხვებს გაუსწრებთ. არ არსებობს რომ ეს არ მოხდეს. ამიტომ ყოველდღე უნდა ვისწავლოთ, ყოველდღე უნდა განვითარდეთ, ესე ვთქვათ და ყოველდღე უნდა გავიმარჯვოთ. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ხედავ, მეტი კითხვა არ არის და შეგვიძლია ალბათ მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო იყო, რაზეც ისაუბრეთ და მე მართლა ვიმედოვნებ, რომ ამის მერე უფრო მეტი წარმატებული სტარტაპ გუნდი შეიკრება და უფრო მეტი წარმატებული სტარტაპი იქნება საქართველოში.